ეთერში გადაცემა კაპიტალი გუკამელკაძესთან ერთად და როგორც გუშინ დავაანონსეთ დღეს საუბრობთ იურიდიულ მიმართულებებზე მედიაციას დაუთმობთ განსაკუთრებულად დიდ დროს და საკმაოდ ვრცელი ესე ვთქვათ კითხვა-პასუხის რეჟიმის გადაცემა გვექნება და შესაბამისად ჩემი სტუმარია ანა ჯალაყონია მედიატორი ადვოკატი იურისტი მოკლედ ძალიან ბევრი სტატუსის მქონე ადამიანი. ანა მოგესალმები კიდევ ერთხელ მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის და ყველაზე ესეთი აქტუალური და ახალი თემით დავიწყოთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან იყო შეხვედრა, რაც უკავშირდებოდა მედიაციას და მედიაციის როლს თანამედროვე, ასე ვთქვათ, სამყაროში, მსოფლიოში. მაინტერესებს, რამდენად ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და როგორია ზოგადად ბიზნესის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ პირველ რიგში მადლობა თემის წამოწევისთვის, იმიტომ რომ თემა აქტუალობას არ კარგავს და ვერ დაკარგავს უახლოესი განვითარების პერიოდში იქიდან გამომდინარე ძალიან აქტუალურია მისი გავლენა ბიზნესზე. რაც შეეხება იმას, რამდენად არის დღესდღეობით მისი სრული შესაძლებლობა ბიზნესისთვის აღქმადი, ნაკლებად სამწუხაროდ საინფორმაციო კამპანია არ არის იმდენად ეფექტური, რამდენად სასურველი იქნებოდა რომ იყოს, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ მედიაცია დღეს ფაქტობრივად სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ბიზნესს აქვს, გამოყენების პროპორციულობა არ არის შესაბამისი იმ მოთხოვნები, იმ შესაძლებლობებისა, რომელიც მედიაციას აქვს. იმიტომ რომ ყველას გვესმის, რომ ნებისმიერ турბულენტური პერიოდი, ასე ვთქვათ, გამოწვევების პერიოდი, სადაც განსაკუთრებით საქართველოში დღეს მიმდინარე გამოწვევების ფონზე, როდესაც ძალიან რთულია ბიზნესისთვის საქმიანობა, არაერთი დარღვეული ურთიერთობების შესახებ არსებობს დავის პოტენციალი, მიმდინარე დავები, ამ დროს არ არის გამოყენებადი ის მექანიზმი, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ პასუხობს ბიზნესის მთავარ გამოწვევას. ეს არის სწრაფი მიღებული პასუხი, იმიტომ რომ დრო უმთავრესი რესურსია ბიზნესისთვის, ეს არის ეფექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი ჩართულობით მიღებული შესაძლებლობა, რაც გულისხმობს, რომ ამ მხარეებს აქვთ თვითონ ყოველწუთიერი ზეგავლენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, თან ყველაზე მთავარი, ეს არის დროში, მოკლე დროში, რაც გულისხმობს იმას, რომ ასევე გასაჩივრების საკითხი არ დგება დღის წესრიგში მედიაციურ შეთანხმებას აქვს ადგილი. ანუ გამოდის, რომ ბიზნესისთვის იდეალური მოცემულობა. სწრაფ დროში იდეალური გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მიდიან ამ გადაწყვეტილებამდე. კონსენსუსამდე ესე ვთქვათ. დიახ, ანუ კონსენსუსი რა არის, ხო? განმარტოთ, ეს არის მთავარი არა მარტო შეთანხმება უბრალოდ, იმიტომ რომ შეიძლება სასამართლოში შედგეს შეთანხმება, მაგრამ იქ შეთანხმება შედგება მხოლოდ იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც სასარჩელო ან შესაგებლის ფარგლებში იყო მხარეების მიერ წარმოდგენილი, ხო? მედიაცია იძლევა საშუალებას არ იყოს მხარეთა ურთიერთობა შეზღუდული მხოლოდ იმ პრეტენზიებით, რომელიც საწყის ეტაპზე ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მხარემ კონსენსუსად მიიღო ისეთი ბენეფიტები, რომელიც შეიძლება ვერ მიიღო დავის პარკლებში, ამ მოცემულობის გათვალისწინებით ძალიან დასანანია, რომ ეს რესურსი ნაკლებად არის გამოყენებადი დღეს. აი, მაინტერესებს ეს ყველაფერი, ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უკურიაქცია როგორ იყო ამ ყველაფრის მიმართ თვითონ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან? არის ინტერესი არის უბრალოდ სკეპსისის პერიოდი აქვს უფრო ხო გესმით, ანუ სასამართლო არის უკვე აპრობირებული მექანიზმი. კი ბატონო. ეს არის გარკვეული გათვლა, რომელიც მათ იურიდიულ ჯგუფში ჩამოყალიბებულია, გარკვეული ქსევითი მოდელი, ჩამოყალიბებულია გარკვეული პროცედურული ნაწილი. სიახლეების ეშინიათ მაგის თქმა. მიუღებლობა არ არის, ვერ ვიტყოდი რომ კატეგორიული მიუღებლობა არის, ვერ შიშ დავარქმევდი, ეს არის უნდობლობის მომენტი, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი სიახლის მიმართ. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს არსებული რეპუტაციული მოცემულობა, რომელიც სასამართლოს აქვს, არა მარტო დავის გადაწყვეტის ფორმასთან, არამედ დროს დაკავშირებით, ის ბაზისია, რომელზეც ჩვენ ვაყრდნობთ მედიატორები ჩვენს ურთიერთობას, როცა ვუხსნით, რატომ მედიაცია და არა თუნდაც სტანდარტული მექანიზმებით ასე. მაინტერესებს ზოგადად სხვა ქვეყნებში ესე იწყებოდა ყველაფერი, ანუ თავიდანვე ბიზნეს სუბიექტებს ჰქონდათ რაღაც ერთგვარი შიში ბრჭყალებში მედიაციასთან მიმართებაში, თუ არ გააქვს ინფორმაცია, თუნდაც ევროპის მაგალითზე რა სიტუაცია იყო თავდაპირველად და ახლა რა მოცემულობა გვაქვს? იმდენ მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს სხვა ქვეყნებში. მედიაცია, რომ რთულია საწყის ეტაპზე მიხვიდე რა იყო ბაზისი შიში ან ბაზისი მიუღებლობა, თუმცა
ნებისმიერი ბიზნესი ყოველთვის სკეპტიკურია სიახლის მიმართ, რომელმაც მისი გარკვეული აქტივების ბედი უნდა გადაწყვიტოს. ეს ნორმალურია. ანუ ის რომ ბიზნესს აქვს გარკვეულწილად სკეპსისი რამდენად სწორად გათვლის მექანიზმს, თუმცა აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესში ჩართული იურისტების კომპეტენციას. ანუ ახლა ბიზნესის მმართველი ჯგუფი ნაკლებად არის თავად გაათვითცნობიერებული სამართლებრივ დეტალებში, შესაბამისად მას ყავს რაღაცა იურიდიული ჯგუფი, რომელიც მას განუმარტავს რა მექანიზმები არსებობს. განუმარტავს მას რა ფართო სპექტრი არსებობს იმისათვის, რომ მან კონკრეტული კრიზისული მოცემულობა განტვირთოს. მაგრამ თუ ამ კონკრეტულ იურისტთა ჯგუფს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, კომპეტენცია, გამოცდილება და ასე შემდეგ, ის ყოველთვის მოერიდება იმ მიმართულებით რეკომენდაციის გაცემა, სადაც მას არ აქვს აირჩევს ტრადიციულ გზას, ხო? დიახ, თავისთავად მიუხედავად იმისა, ნახეთ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბენეფიტური მედიაცია, მან შესაძლებელია მაინც აირჩიოს სასამართლო მხოლოდ იმ მოცემულობას დაყრდნობით, რომ ის თავს კომპეტენტურად გრძნობს ამ მიმართულებაში. და მესმის, ეს შიშიც ნორმალურია, იმიტომ რომ ადვოკატები, იურისტები ძალიან ხშირად თავად პრობლემად აღნიშნავენ იმას, რომ საკუთარ როლს ვერ ხედავენ პროცესში, იმიტომ რომ აქ პროცესში უკვე ჩართული არის მართველი თვითონ მხარეები, ორივე მხარე, ხო? აქედან გამომდინარე, ის რომ მექანიზმი ახალია, გამოცდილება არ არის დაგროვებული, იურისტებს აქვს გარკვეულწილად საკუთარი როლის მიმართ კითხვები, ანუ რა ჩართულობა, რაზეა დაფუძნებული, რამდენად შეუძლიათ რომ ჩაერთონ რეკომენდაციების მოცემულობა, რამდენად არის ფართო და ასე შემდეგ. თუმცა მე მინდა განვმარტოთ, რომ მათი როლი არსებითად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც საუბარი არის რაღაც ტიპის შეთანხმებაზე, ეს შეთანხმება ყოველთვის გადის იურიდიულ ტესტს. რამდენად აღსრულებადია, რამდენად მისაღებია და ასე შემდეგ და აქ სწორად ერთობიანი ადამიანები, რომელთა კომპეტენცია გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერ შეთანხმება აღსრულებადი იქნება ხარჯზე. ანა, მინდა გითხო, ზოგადად ახლა ახსენე, რომ ერთგვარი შიში აქვთ ადვოკატებს, იურისტებს, რომ ამ მიმართულებით თუ წავლენ, მათი როლი შემცირდება. რეალურად და ისიც დასძინე, რომ ანუ მათი ჩართულობა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან იურიდიული გზა ამ პროცესმა უნდა გაიაროს. თუმცა რეალურად მართლა მცირდება გარკვეულწილად მათი აქტიური ჩართულობა ამ პროცესში. ეს შიში უსაფუძვლოა თუ უსაფუძვლოა? ნახეთ, თუ შევადარებთ იმასთან სასამართლო დარბაზთან მიმართებით, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია იურისტების ჩართულობა. იქიდან გამომდინარე, რომ აქ პრიორიტეტულია მხარის მოსაზრება საკითხის გადაწყვეტის ნაწილში. აქ პრიორიტეტულია ჭეშმარიტი ინტერესების გამოკვლევა. აქ პრიორიტეტულია ის, რომ მხარებს რა ბენეფიტების მიღება უპირატესად მიაჩნია საკუთარი ბიზნესისთვის. მას შესაძლებელია თუნდაც ისეთი სახის გადაწყვეტილება მიიღოს, სადაც ამ მოცემულობაში რაღაც დათმოს, თუმცა მიიღოს სხვა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ბენეფიტები. ამას იურისტი და მოუკვდოდ ვერ განსაზღვრავს, ამიტომ მისი როლი არის შედარებით მცირე. ამაში მხარის ჩართულობიდან გამომდინარე მიდის მედიაციური პროცესი ამ მიმართულებით. თუ უბრალოდ იურისტი აღიქვამს პროცესს სასამართლო პროცესს ანალოგად, აქედან გამომდინარე პროცესში, როცა არ აქვს მექანიზმი ჩაერთოს და არგუმენტაციები მოიყვანოს, უკვე გრძნობს საკუთარ ფუნქციის ნაკლებობას ამ როლში. მაგრამ რეალურად მის ფუნქცია სწორედ ის არის, როცა წარმოიქმნება ახალი შესაძლებლობები, კონსტიტუციის ახალი გზა, ახალი მიმართულებები, ნაბიჯები, რომლის ფარგლებში გადაწყვეტა ხდება დავის და ამისათვის მან უნდა მოახდინოს სამართლებრივი ჩარჩოების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ მედიატორი არ აყალიბებს სამართლებრივ ჩარჩოს. მხარეები აყალიბებენ ურთიერთშეთანხმებით იმ მოცემულობას, რომელზეც თანხმდებიან. მედიატორი არის უშუალოდ იმ ფუნქციის მატარებელი, ვის ამარტივებს კომუნიკაციას. ის ახორციელებს მხართა ჭეშმარიტი ინტერესების გამოკვლევას. მათ შორის რეალობის ტესტის ნაწილში, ხო? და ეს იძლევა საშუალებას მხარემა თვითგამოკვლევის ეტაპზე და ჩამოაყალიბონ რიგი მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ, რიგი დათმობები ერთმანეთის მიმართ და ამის შედეგად შეადგენ შეთანხმება, რომელიც სტანდარტულად იგივე აღსრულებადია, როგორც შესაძლებელია იყოს სასამართლო გადაწყვეტილება. ანა, ჩვენ ვახსენეთ, რომ ბიზნესი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს. მაინტერესებს, ერთგვარი ზეგავლენის ეფექტი ხო არ მოახდინა იურისტების აი ამ განწყობამ მედიაციასთან მიმართებაში? აბსოლუტურად სწორი შენიშვნა გააკეთეთ, აბსოლუტურად სწორი შენიშვნა გააკეთეთ, იმიტომ ნახეთ, მხარის პირველი მრჩეველი ვინ არის? იურისტი, ადვოკატი, იურისტი. როდესაც ნებისმიერ პირს აქვს რაღაც პრობლემა, რაღაც კრიზისული მოცემულობა, პირველი რას ახორციელებს? გადის კონსულტაციას. რა თქმა უნდა. იმ შემთხვევაში კი თუ თვითონ თავად იურიდიულ ცოდნას მატარებელია, ის მაინც ცდილობს
რაღაც იურისტთა ჯგუფთან გაიარეს კონსულტაცია, იქიდან გამომდინარე მისმა სუბიექტურმა მოცემულობამ, საკითხის პირადი ასე ვთქვათ, განცდიდან გამომდინარე სუბიექტურ დამოკიდებულებამ არ დააკარგინოს ობიექტური სურათის აღქვა შესაძლებლობა, ხო? ამისთვის ის ყოველთვის გადის კონსულტაციას იურისტთან ჯგუფთან, დამოუკიდებელი იურისტთან, მოწვეული იურისტთან. მთავარი არის აქ სპეციალისტი ერთვება საკითხში, რომელიც განუმარტავს მას პროცედურულ შესაძლებლობებს, განუმარტავს სამართლებრივ შესაძლებლობებს, განუმარტავს აი ამ მოცემულობის დროითი, შედეგობრივი და ასე შემდეგ სხვადასხვა ბენეფიტებს, ხო? და სწორედ აქ ის რომ პირი, რომელიც ამ კონსულტაციას ახორციელებს, ის არ არის მზად სამედიაციო პროცესისთვის, არ ვიტყვი ახლა კომპეტენციის საფუძველზე, უბრალოდ არ არის მზად ამ პროცესისთვის, ვერ აღიქვამს საკუთარ როლს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს უჭირს გამიჯვნა, რა შეიძლება იყოს სხვაობა, სასამართლო მოლაპარაკება იქნება ადვოკატის მიერ წარმოებული მოლაპარაკება იქნება თუ სამედიაციო მოლაპარაკება შორის. მესმის რომ ასე სხვაობა ცოტა არ აქვს სრული სურათი აღნიშნული და აქედან გამომდინარე მათი რეკომენდაცია ყოველთვის რჩება მედიაციის ფარგლებს გარეთ. ასევე ძალიან ხშირია სამწუხაროდ შემთხვევა, როდესაც მაგალითად არის შემთხვევები სასამართლო მედიაცია თავაზობს მედიაციას მხარეებს და მხარე არც არის ინფორმირებული ამ პროცესში ერთვება. და ან არ მოდის პროცესზე და იურისტები დადიან პროცესზე, რაც ფაქტობრივად უკარგავს მედიაციას ფუნქციას, იმიტომ რომ მედიაციის თავარი არსია, რომ მხარებმა მოახდინონ ამ პროცესში საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბება. და ის რომ მედიაცია შესაძლებელია იყოს არაპროდუქტიული და არაშედეგობრივი, სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ იურისტები თავად დადიან სამედიაციო შეხვედრებზე და არა მხარეები, რომელთაც წარმომადგენლებიც ეს იურისტები არიან. საინტერესოა ნამდვილად, უბრალოდ მაინტერესებს იურისტების ნაწილი, რომელიც ირჩევს მედიაციის მიმართულებას და პირიქით ნაწილი, რომელიც ირჩევს ერთგვარ ტრადიციულ მიმართულებას სასამართლოს გზით. მაინტერესებს აქ ურთიერთთანხმედრა არ არის სხვა ყველაფერთან მიმართებაში და იმ იურისტების ნაწილი როგორ არის ამ ყველაფრის მიმართ განწყობილი, ვინც მედიაციის მიმართულებას ამჯობინებს. ანუ ქონია თუ არა კომუნიკაცია იმ ნაწილთან, რომლებიც სასამართლოს ირჩევენ კი მესმის რომ და ახსენე კიდეც რომ არ არიან მზად თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ არ დაიწყე რაღაც დროს გამოცდილებას ვერ დააგროვებ. ხო, როგორია მათი განწყობა მედიაციასთან მიმართ? სიახლეების ეშინიათ? ნახეთ, საქართველოში ძალიან რთულია კლიენტსა და ასე ვთქვათ იურისტის შორის ურთიერთობა. იმიტომ რომ არასტანდარტული მიდგომა ორივე მხარის მხრიდან მეორე მხარეს რას გულისხმობ? როგორც წესი, თუ საუბარი არ არის გრძელვადენ ურთიერთობაზე, სადაც კლიენტსა და იურისტი უკვე ჩამოყალიბებული აქვს გდობის მომენტი, როდესაც კლიენტი დარწმუნებულია საკუთარი ადვოკატის იურისტის კომპეტენციაში, მიუკერძოებლობაში და ასე შემდეგ, თუ ახალ დაწყებულია ურთიერთობა, იურისტი ან ადვოკატი ყოველთვის ფრთხილობს იმასთან მიმართებაში, რა რეკომენდაციას გასცემს. მესმის. ამიტომ მისიც მესმის. მაგრამ ნახეთ, თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე შედეგობრივად როგორია მის მიერ გაცემული კონსულტაცია, სამართლებრივად შესაძლებელია სწორი იყოს. იმიტომ რომ სტანდარტულად კანონი რაც გულისხმობს შესთავაზა. ანუ მისი კომპეტენციის პრობლემა არ არის ის, რომ მან სასამართლო დავით გადაწყვეტა შესთავაზა. უბრალოდ არასაკმარისი არჩევანი რო შესთავაზა, ეს არის პრობლემა, ხო? რო შესთავაზოს მედიაცია, მან უნდა იცოდეს აი ამ პროცესის სრული ბენეფიტების სია და უნდა ფლობდეს დეტალიზირებულ აღქმას პროცესისა. მათ შორის საკუთარი შესაძლებლობების აღქმას ამ პროცესში. მათ შორის რაც შეუძლია დააწყვიოს კლიენტი. მათ შორის რაც შეუძლია ჩაერთოს თვითონ იმისათვის, რომ უფრო შედეგობრივი გახადოს. ეს არის მხოლოდ პრაქტიკის საჭიროება, ანუ დრო და დრო იმედი მაქვს ესნელნელა შეიცვლება, თუმცა დღესდღეობით არის იდგება სამწუხაროდ მეორე საკითხიც. მაგალითად, თუ უკვე არსებობს დავა და მერე ხდება რომელიმე მხარის მიერ მედიაციის შეთავაზება, მეორე მხარემ შეიძლება მხოლოდ იმიტომ არ დათანხმდეს და მხოლოდ იმიტომ დაეყრდნოს სასამართლო დავის წარმოების ფორმას, იმიტომ რომ იურისტი უარს ამბობს მედიაციაზე, მათ შორის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰონორარის ნაწილში მედიაცია გავლილი არ აქვს. რადგან ვისაუბროთ როლის შედარებით შემცირება. ანუ ის რომ ჰონორარი ხო ცალკე მოცემულობა არის.
ეს მედიაციის ნაწილში. ანუ ეს არის სტანდარტული მომსახურების პაკეტი, ხო? ის რომ საწყის ეტაპზე ეს გავლილი არა აქვს, როგორც წესი, როცა ხდება პირობების ჩამოყალიბება, მან განისაზღვრება პირველ ინსტანციამდე მიყვება იურისტი, მეორემდე მიყვება რა პროცესს გააკეთებს, როგორ ხდება აი ამ პროცესში მათ შორის სამუშაო საათების განსაზღვრა და როცა მას მედიაციის ნაწილი არ აქვს შეთანხმებული, ის ყოველთვის იკავებს თავს, იმიტომ რომ გამოდის რომ თავიდანვე თუ არ შესთავაზა რომ შესაძლებელი ასეთი პოტენციალი არსებობდეს და ეს არ განსაზღვრა, უკვე დისკომფორტულად გრძნობს, იმიტომ რომ უნდა შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, უნდა შეცვალოს განფასება მომსახურების და ასე შემდეგ. აქედან გამოდის ბოდიში ანაკ შეგაწყვეტე ჰონორარის საკითხი ახსენე და შეიძლება ვწდები მე უბრალოდ ჩემს დილეტანტურ აზრს დავაფიქსირებ. ვიცით რომ სასამართლო პროცესები შესაძლოა რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს, მედიაცია პირიქით ხანმოკლე ვადაში დებს ეს ვთქვათ დასკვდას და ხარები თანხმდებიან. ლოგიკურად თუ პროცესი გრძელდება პირობითად 3 წლის განმავლობაში, იურისტის ანაზღაურება უფრო მაღალია. დაახლოებით. და მედიაციასთან მიმართებაში ეს თანხა შედარებით დაბალია, ამის დაზუსტება მინდა უპირველეს ყოვლისა. და თუ ესია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იურისტთა დიდი ნაწილი ამჯობინებს სასამართლო გზით დავის გადაწყვეტას, ეს ჰონორარის მიმართულება ხომ არ არის და არა იმისა, რომ არაკომპეტენტურები არიან ამ ეტაპზე ამ მიმართულებით. სად ისე არაკომპეტენტურები არიან თუ არ მithქვამს? გამოუცდელები, გამოუცდელები. დიახ, ანუ არ მინდა განვარის ხო კოლეგები. ხისტად გამომივიდა ბოდიში. ანუ მესმის რომ დიახ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სავარაუდოდ იქნება პირადი ინტერესის კონტექსტიც, იმიტომ რომ ეს არის ის საქმიანობა, რომელთაც ისინი იღებენ ფინანსურ სარგებლობას. თავისთავად, თუმცა აქ საუბარია ეთიკურ ნაწილზე, რამდენად შეიძლება პირადი სარგებელი კლიენტის ინტერესებს ახლა ვერ დააყენებს. ვერც ერთი კვალიფიციური იურისტი იქნება თუ ადვოკატი. თუმცა სხვა საკითხია ის, რომ თავისთავად თუ ადვოკატი ორიენტირებულია გრძელვადიან ურთიერთობაზე კლიენტთან, მისთვის მნიშვნელოვანია ეს კლიენტმა შეინარჩუნოს გადახდის უნარიანობა. შეინარჩუნოს საკუთარი ბიზნეს საქმიანობა, წარმატებულად განახორციელოს ბიზნეს საქმიანობა, ამისთვის რაც შეიძლება მალე უნდა მოუგვარდეს ის კრიზისი, რომელიც ამას სამოცემულობაში აქვს, ხო? შესაბამისად, წარმატებული ბიზნესი მისთვისაც სარგებლიანია. ანუ შეცვალოს ხედვის რაკურსი, იმიტომ რომ ეხლა 3 წლიან დავაში ჩაბმული ბიზნესი ვერ გავითარდება. ის პირიქით ამ პერიოდში იღებს ძალიან ბევრ ფინანსურ დანაკარგს. ასევე ვერ ახორციელებს საკუთარი ბიზნესის რა კონკრეტულ მომენტუმში შეფასებას, იმიტომ რომ მისთვის უცნობია რა მოცემულობა იქნება ამ დავიდან გამომდინარე ბიზნეს 1 წელიწადში იქნება თუ წელიწად ნახევარში. რა მოცულობის ვალდებულებებით იქნება დატვირთული მისი ფინანსური ნაწილი. ამიტომ ბიზნესი ამ დავაში ჩაბმული ბიზნესი გრძელვადიან ეფექტში მისთვის უკვე ხდება ფაქტობრივად რესურს დაკარგული პარტნიორი. შესაბამისად, არასაინტერესო მათ შორის ფინანსურ კონტექსტში. თუ სწორად შევხედავთ მოცემულობას, წარმატებული, შემდგარი და კრიზისების ბენეფიტებით, ახალი ბენეფიტებით დაძლეული ბიზნესი ის პარტნიორია, რომელიც სწორედ იმ მათ შორის ფინანსურ რესურსებს აისახება, ხო? ამიტომ თუ შევხედავთ ერთჯერადი გამოყენების კონტექსტში, კი შესაძლებელია მას აწყობდეს გრძელვადიანი დავა, მაგრამ თუ შევხედავთ გონივრული ჩარჩოების პარტნიორებში, როდესაც მე მჭირდება ის პარტნიორი, რომელიც ჩემ კვალიფიკაციას დაინახავს და ჩემ პარტნიორად დარჩება იმ დავიდან გამომდინარე ბენეფიტები ჩემთან თანამშრომლობის პარტნიორებში მიიღო. ამ შემთხვევაში მე ვიღებ ძლიერ ბიზნესს, მე ვიღებ ურთიერთობაში შენარჩუნებულ ბიზნესს, მე ვიღებ პარტნიორებში შენარჩუნებულ ბიზნესს, მე ვიღებ ბიზნესს, რომელიც დაძლია უმოკლეს ვადაში ის კრიზისი, რომელიც სხვა იურისტთან შესაძლებელია წლები გაგრძელებულიყო. ამიტომ სწორედ რომ მის თვალში ჩემი კომპეტენცია იმაღლდება და აქედან გამომდინარე ჩემთან კონტრაქტირებაც ხდება უფრო გრძელვადიანად, ხო? უნდა შევცვალოთ ხედვის რაკურსი და ამ ხედვის რაკურსის შეცვლით ჩვენ სარგებელსაც დავინახავთ. გეთანხმები აბსოლუტურად. სანამ სარეკლამო პაუზაზე გავალთ, ერთი კითხვა მინდა დაგისვა და ისევ შენს პირველ წინადადებას, რომელიც ერთ-ერთ პირველ წინადადებას, რომელიც თქვი დღეს ეთერში, ბიზნესის დიდი ნაწილი ცოტა სკეპტიკურად უყურებს მედიაციას, მაგრამ ან ნაწილი, მცირე, მაგრამ რაღაც ნაწილი მაინც შედარებით პოზიტიურად არის განწყობილი. როდესაც თუ გქონია და დარწმუნებული ვარ, გქონია კომუნიკაცია ამ პოზიტიურად განწყობილ ნაწილთან, მაინტერესებს რამდენად რთული იყო მათი დარწმუნება მედიაციაში, უფრო პრაქტიკულ გამოცდილებაზე რომ წავიდეთ. ნახეთ, პოზიტიურად განწყობილია ბიზნესის ნაწილი, ვისაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს. დიახ. ანუ მან უკვე იცის, ან როგორც მინიმუმ პარტნიორების განსმენია ამ პოზიტიურ საძირკველი აქვს ესე თქვა. დიახ, ანუ მისთვის უცხო არ არის. ის არ არის მხოლოდ საქართველოს
სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში მომუშავე ბიზნესი და მან იცის ამის ბენეფიტები, მას ესმის, რომ განსაკუთრებით საკითხი ეხება არაერთ იურისდიქციას, როცა საკითხი ეხება საკმაოდ რთულ და ჩახალთო საქმეებს, როცა აღსრულებადობა უფრო პრობლემატური შეიძლება გახდეს მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების, მას ესმის, რომ მედიაციასაც ნებაყოფლობითი აღსრულება შეთანხმების ეს არის ფაქტობრივად ჯადოსნური ჯოხი, რომელთაც ერთობლივად წყვეტს საერთო კრიზისს. სასამართლო გადაწყვეტილება, თუნდაც მოგებული სასამართლო გადაწყვეტილება, აღსრულებადობით მათ შორის პრობლემატური ნაწილია. განსაკუთრებით თუ კიდევ ერთხელ მომბეს იურისდიქციულ საკითხი დგება, დღის წესრიგში დგება, აღსრულებადობის მათ შორის ფინანსური რესურსების არსებობა, რომ აღასრულა გადაწყვეტილება, მათ შორის პროცედურული ნაწილის სირთულე ამ აღსრულების პროცესში და როცა მედიაცია და მხარეები ნებაყოფლობით აღასრულებენ შეთანხმებას, ფაქტობრივად არის რომ მან ნაცვლად 3-4 წლისა 2-3 თვეში მიიღო შეთანხმება და შესრულებაც. დაზოგა ფინანსებიც. ეს არის მინიმალური ფინანსებით მიღებული სწრაფი შედეგი, რომელიც აღსრულებულია იმ მოცემულობის ფარგლებში, როცა დავაშეცლებია ჯერ განხილულიც არ ყოფილიყო სტანდარტულ მოცემულობაში. ძალიან კარგი. იმედია რომ ეს ტენდენცია შედარებით გაიზრდება უახლოეს პერიოდში. მოდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გავალთ რამდენიმე წუთიან სარეკლამო პაუზაზე და დაახლოებით 2-3 წუთში დაგებრუნდებით პირდაპირ ეთერში. ეთერში კაპიტალის დროა. გადაცემა კაპიტალის